მასობაში 3+3 და გეოპოლიტიკა იქნება ამ ვიდეოს თემა. სანამ ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ხო, მოკლედ მსოფლიოში იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება. ის ძველი ერთპოლუსიანი სამყარო ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს და ამას აღიარებს ყველა. მათ შორის ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომაც ამაზე ისაუბრა თავის ბოლო ინტერვიუში. ის სამყარო, სადაც ამერიკა იყო ჰეგემონი და ამერიკა წყვიტავდა ყველაფერს, უბრალოდ ცდილობდა გადაეწყვიტა, დამთავრდა. მოდის მრავალპოლუსიანი სამყაროს ერა. ვინ იქნება ახლა ეს ახალი პოლუსები, ანუ ახალი ძალის ცენტრები? მინიმუმ 3 სახელმწიფო უკვე გამოკვეთილია და ჩანს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. არის შანსი, რომ ევროპა ჩამოყალიბდეს ესეთ ძალის ცენტრად და ახალ პოლუსად. აპარაკია ინდოეთზე, იქ არაბეთის გაერთიანებულ არაბეთზე. მაგრამ ეს 3 ერთმნიშვნელოვნად უკვე სახეზეა. ეხლა რა არის საჭირო, რომ ესეთ პოლუსად ჩამოყალიბდე და იფუნქციონირო როგორც ამ ძალის და მიზიდულობის ცენტრი. აქ ორი ასპექტია რა ძირითადად. ეს არის სამხედრო და ეკონომიკური. ხო, პრინციპში ყველაზე უკეთ ამ თვალსაზრისით საქმე აქვს ამერიკას. იმიტომ რომ სამხედრო კომპონენტი ძლიერი აქვს. სამხედრო კომპონენტში იგულისხმება ბირთვული იარაღი რა და არა ეხა იქ რაღაც FPV დრონი რა. ანუ ამერიკას აქვს ბირთვული ტრია და ათასობით ბირთვული ქობინი, მიტანის საშუალებები და ამ ხრივ კარგად არის. გარდა ამისა, ამერიკას აქვს საკმაოდ დიდი და ძლიერი ეკონომიკა და რესურსები, რაც მთავარია. როგორც ბუნებრივი, ნავთობი და გაზი და ბევრი სხვა რამ, ასევე ადამიანური. 350 მილიონი არის ამერიკის მოსახლეობა. ჩინეთს ხო სამხედრო კომპონენტი აქვს შედარებით სუსტი. რუსეთთან და ამერიკასთან შედარებით. ბირთვული იარაღი აქვს ტრიადაც არა აქვს და ბირთვული ქობინები აქვს გაცილებით ნაკლები რა. ხო, მაგრამ სამაგიეროდ ეკონომიკა აქვს დიდი. რესურსები ახლა ბუნებრივი ნავთობი და გაზი პრინციპში არა აქვს და ირანზე და რუსეთზეა ნაწილობრივ დამოკიდებული, მაგრამ ადამიანური რესურსი აქვს დიდი, 1,5 მილიარდი ადამიანი. ხო, რუსეთს ახლა სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი ოკეი აქვს, ბირთვული ქობინების რაოდენობით ლიდერია, მიტანის საშუალებები ტრიადა აქვს, გიპერბგერითი რაკეტები, ეხა კიდე რაღაც ორეშნიკი გააკეთა და ამ ამბავში все ოკეი. მაგრამ ეკონომიკა აქვს პატარა 2.2 ტრილიონი. და რესურსებშიდაც ბუნებრივი რესურსები ჭარბად აქვს ეხა თავისი სამყოფიც და გასაყიდიც, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანური რესურსები აქვს ცოტა. ოკუპირებული ტერიტორიების შარშით სადღაც 150 მილიონამდე. ხო, ამის გამო რუსეთმა როგორც ახალმა პოლუსმა და ძალის ცენტრმა ნორმალურად იფუნქციონიროს და წარმატებულად გაუწიოს კონკურენცია სხვა ცენტრებს, რუსეთს ჭირდება რაღაც გაერთიანებები რა. ანუ სხვა ქვეყნებთან კოოპერირება ამ თვალსაზრისით და ერთ-ერთი მცდელობა და პროექტი ამ ყველაფრის არის 3+3 ფორმატი. ვინ არის ხა ეს 3+3? რუსეთი, ირანი, თურქეთი, ეს სხვილი მოთამაშეები, დიდი ქვეყნები და 3 პატარა ქვეყანა, ამიერკავკასიის, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ესეა ეს პროექტი ჩაფიქრებული. თავდაპირველად ერდოგანისგან მოდიოდა ეს იდეა და ალიევიც ძალიან უჭერს მხარს, მაგრამ მაინც ითვლება, რომ ეს რუსების პროექტია რა, ასე ვთქვათ. ხო, ეხლა რა არის ამის ინტერესი? უკვე ეს ერთიანობა უკვე 350 მილიონი მოსახლეობაა. პლუს ეს თავისი რესურსებით და იმით და ხო, უკვე სერიოზული ძალის ცენტრია, იქ სამხედრო კომპონენტი ძლიერია და ასე შემდეგ. რამოდენიმე შეხვედრა ამ ფორმატში გაიმართა და რაღაც მონახაზები კეთდება. საქართველოს არ მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. აი ხაც ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. 5 არიან, მაგრამ რუსებიც და სხვა ქვეყნებიც იძახიან, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა და მისი ადგილი თავისუფალია ჯერჯერობით, მობრძანდით, დაბრძანდით, იყავით ჩვენთან და ერთად მოვაგოროთ რაღაც საკითხები.
ეს ეკონომიკური გაერთიანება ძირითადად ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე ესე მოიაზრება, შემდეგ როგორც ევროკავშირმა შეიძლება სხვა რაღაც დამატებითი ფუნქციებიც შეიძინოს. ხო, ეხლა რა პლუსები და მინუსები აქვს საქართველოსთვის ამ გაერთიანების შესვლას? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გინდა ცალფეხზე და გინდა ღირსებით ეგზღაპარია და არ მოხდება და ამიტომ სხვადასხვა ვარიანტების განხილვაც საჭიროა რა. რა პლუსები აქვს ამ ფორმატს? პირველ რიგში, როგორც ერთ რიგით ქართულს მე მომწონს დასახელება ამ ფორმატის 3+3. აქ არ არის 3+5. ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ მოიაზრება როგორც ცალკე სახელმწიფოები. საქართველოს მოიაზრება როგორც ერთი უნიტარული სახელმწიფო რა. ხო, ამ მონაწილე ქვეყნების უმეტესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს ირანიც, თურქეთიც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც, არ უღიარები არავის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის გარდა, ხო. და რუსეთიც რახან ამ ფორმატს, ამ სახელით ანონსებს, მზად არის რაღაც პირობებში ამაზე წამოსვლის. ანუ საქართველოს ერთიანი შედის ამ ფორმატში. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი რეალური გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. თუმცა ეს არ იქნება იოლი პროცესი და ჩვენთან რო წარმოუდგენია ზოგს ახლა გავყარეთ აფხაზები, გავყარეთ ოსები და всё, არა. ეს საკმაოდ რთული ის იქნება აფხაზებს და ოსებს გაგონებაც არ უნდათ ჩვენთან რამე დიალოგზე წამოსვლის ამ ეტაპზე, მაგრამ თუ ამ დიდი სახელმწიფოების რუსეთის, თურქეთის და ირანის გარკვეული ზეწოლა იქნა და ისინი გამოვლენ რომ გარანტორები ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის შეთანხმების, მაშინ ჩემი აზრით ეს შესაძლებელია და საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება. მეორე პლუსი ახლა რაც ამ გაერთიანებას აქვს, ეს არის უსაფრთხოება. ამაში გაერთიანებას შემავალ ქვეყნებთან ირანი, თურქეთი, რუსეთი ისტორიულად ცუდი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან, ზოგთან ტრობა და ომი ქონდა, ზოგთან ეხლაც გვაქვს. ხო. ამიტომ თუ აღმოჩნდება რომ ერთ გაერთიანებაში ვართ ესენი, ხო, ამ ომების ის საფრთხე მნიშვნელოვნად დაიკრებს, იმიტომ რომ როდესაც ერთს გუნდში ხარ და ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებ და პირიქით ერთ თამაშს თამაშობ, რომ სხვა გლობალურ მოწინააღმდეგეებთან კონკურენციაში რაღაცას მიაღწიო, ერთმანეთში რომ მიდა ის გამორიცხული არ ჭირდება რა და შესაძლოა ეს გახდეს საქართველოსთვის ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობა. ეს მეორე. მესამე ეკონომიკური ეფექტი. ამ 6 ქვეყნიდან 3-ს აქვს ძალიან დიდი მარაგები ენერგომატარებლების რა, ნავთობი და გაზი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი. ანუ იაფი ენერგომატარებლებზე ხელმძღვანელობა გვექნება. ხო, ასევე წვდომა გვექნება საკმაოდ დიდ ბაზარზე, 350 მილიონიან ბაზარზე, სადაც ჩვენ პროდუქციას ეს სოფლის მეურნეობა გვექნება რეწველობა თუ მომსახურების სფერო, ცნობადობაც აქვს და კონკურენტუნარიანიც არის რა. ეხლა იგივე ევროპაში ბევრი ჩვენი პროდუქცია უბრალოდ ვერ შევიტანთ მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობისა, იმიტომ რომ იქაურ ტექნიკურ რეგლამენტებს და რაღაც ხარისხის მოთხოვნებს და ეკოლოგიურ მოთხოვნებს უბრალოდ ვერ ვაკმაყოფილებთ რა და აქ ეხლა ამ გაერთიანებაში ეგ პრობლემა და ეგ სტანდარტი არ იქნება რა. ამიტომ ჩვენი ეკონომიკაც აქ კონკურენტუნარიანი იქნება, ანუ შიდა კონკურენციაში გავქაჩავთ რა, ესეთი პონტია. მეოთხე პლუსი რაც არის, თუ ეს გაერთიანება და ის შედგა, აუცილებლად ამ ყველაფრის ცენტრი იქნება საქართველო. იმიტომ რომ ეს დიდი ქვეყნები გამოირიცხა, ამ პატარებიდან ჩვენ ვართ ახლა ამიერკავკასიის ცენტრი და ამის მართველი ორგანოები იქნება საქართველოში. თბილისში, ან კიდევ უკეთესი იქნება თუკუთაისში. ეს რაღაც ეკონომიკური საბჭო იქნება, ალბათ შეიძლება იყოს საპარლამენტო ასამბლეა, შეიძლება იყოს საარბიტრაჟო სასამართლო და მოკლედ ეს ყველაფერი, ამათი head office-ები, მოკლედ მთავარი შტაბ-ბინა იქნება ჩვენთან. ხო, ეხლა მედალს ორი მხარე აქვს და პლუსების გარდა ყველაფერს აქვს თავისი მინუსებიც. ჩემი აზრით რა არის ახლა ეს მინუსი? ამ ქვეყნებიდან არც ერთი პირველი მინუსი ეს არის, ამ ქვეყნებიდან არც ერთი არ არის ტექნოლოგიური ლიდერი რა. ანუ 10 ნანომეტრზე მცირე ზომის ჩიპებს აქედან ვერცეთი ვერ აკეთებს რა. iPhone-ს ვერ უშვებს.
თუმცა ეხლა იმის მტკიცებაც რომ რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყანა ეგრეც არ არის, იმიტომ რომ რაღაც სფეროებში კოსმოსია ეს თუ ბირთვული ენერგეტიკა თუ იგივე ეს კიბერგვერდითი რაკეტები, ხო, ლიდერია რა ამ ტექნოლოგიებში. ხო, მაგრამ ეს მაინც გარკვეულწილად მინუსია. და მეორე მინუსი ეს არის დემოკრატია რა, ეხლა ამ ქვეყნებიდან აი ესეთი რაფინირებული დემოკრატია, დასავლურ დემოკრატიას რასაც ვეძახით, არც ეჩი არ არის რა პრინციპში რა. ხა თურქეთი ნატოს წევრია და შედარებით მაღალი სტანდარტი აქვს, მაგრამ ნუ იქაც ხო რაღაც ადამიანის უფლებები, სამოქალაქო უფლებები და რაღაცეებში ხო დასავლეთთან შედარებით დაბალი სტანდარტებია რა. არჩევნები ყველა ქვეყანაში ტარდება, მაგრამ ნუ ამ ქვეყნებში რაღაც ფორმალური სახე აქვს, გამარჯვებული წინასწარ ცნობილია ხოლმე რა. ხო, უმცირესობის უფლებები არ არის დაცული, ხა ირანში ქალების უფლებები არ არის დაცული. ხო, აი გამოხატვის თავისუფლების სხვა სტანდარტია, იგივე მიტინგები, მანიფესტაციები, ხო, ესე იმათ არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, თავისუფალი მედია გარემოც არ არის ისეთი, როგორც ჩვენთან არის დაუშვათ, ხო? ხო, და ეს გარკვეულწილად მინუსია რა. ახლა ვიღაცა შეიძლება ეს პლუსადაც მიაჩნია, მაგრამ რაღაც შემთხვევაში შეიძლება პლუსიც აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ ამ სფეროში ჩვენ ამ გაერთიანებაში ლიდერები ვიქნებით, ანუ რაღაც თავისუფლების კუნძული და თუ შევძლებთ ამ სხვებზე მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და არა ქვემოთ დაშვებას, ხო, შეიძლება კარგიც აღმოჩნდეს ეს ყველაფერი. ხო, აი ამის მოყოლა მინდოდა ამ 3+3 ფორმატის შესახებ. კომენტები ღია. შეგიძლიათ ცდილობის ფარგლებში და საღიაზის ფარგლებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი.